მოგესალმები მეგობრებო, მე ვარ გიორგი ხინგავა, ვარსმენა და ქვეითებული. გრამატიკა ნენელა ვსწავლობ, როგორც ყოველთვის. უიხო დამავიწყდა, სმენის აპარატი მიკეთია და მინდა რომ მიგანიშნოთ. მოკლედ, როგორ იქნა დღეს დადგა 15 აგვისტო 2025 წელი. შეხვდება დონალდი ტრამპი და ვლადიმირ პუტინი. სადაც შეხვდებიან? ალასკი. ახლა მინდა პატარა მომენტი გითხრათ რა. არ გავაგზელებს ისეთი დიდი ვიდეო ჩავწერო და რაღაცა. ძალიან პატარა მომენტის გითხრათ და თქვენ რას ფიქრობთ, როგორ გძნობთ, რასაც მე სიტყვებს ვამბობ და როგორ გძნობთ, რას ფიქრობთ თქვენ. ძალიან მაგრად მაინტერესა. ეხლა უყურეთ. ხოდადგათ ეს დღეს 15 აგვისტო 2025 წელი, რომელიც შეხვდებიან დონალდი ტრამპი და ვლადიმირ პუტინი. სადაც შეხვდებიან? ალასკი. ახლა ქალაქს დააკვირდის სიტყვა ალასკი. უკრაინის პრეზიდენტი ზელენსკი. ეს ზელენსკის გვარი ყურადღებას ვამახვილებ. იმდენად ძალიან გავს სიტყვა სიტყვით. დააკვირდით? ალასკი ქალაქია რა. ალასკი ქალაქი. ალასკი ზელენსკი. ალასკი ზელენსკი. ისეთი ბუნდომანი, ბუნდომანი რა. ისეთი გავს სიტყვა რაღაცნაირი სიტყვების მიმსგავსება. დააკვირდი, უბრალოდ დააკვირდი სიტყვა როგორ თითქმის გავს რა. ილუზია, თითქმის ახლო სიტყვების მიმსგავსება. ამის თქმა მინდოდა. ახლა დააკვირდი. ალასკი. ალასკი. ზელენსკი. ალანსკი. ზელენსკი. გავგიხდი. როგორი რეაქცია მაქვს. პოსტა ზან გავს ეს ილუზიური სიტყვა. ისეთი შეეფერებოდა, შთამომავლობა, წარმოიდგინე, შთამომავლობა, ისეთი ხატავს სიმბოლიკა, რომ რაღაცა ისტორიული კვალია რა. არ ვიცი რა დავთქვა. შთამომავლობა, სიმბოლო, ისტორია, ეს ყველაფერი რაღაც შექმნილი. და წარმოიდგინე, დააკვირდი სიტყვა ალასკი, ზელენსკი, ალანსკი, ზელენსკი. თითქმის ძალიან გავს სიტყვა, თან რა მაგრად არის ილუზიური და თან ძალიან გავს სიტყვა სიტყვით, რომელიღაცა სიტყვა სიტყვით და ისეთი მშვენივრად ძალიან გავს. და როგორ ხატავს ეს სიმბოლიკა, რაღაც შთამომავლობა და პოსტა დონალდი ტრამპი ეჯიბრება პუტინს. მენა შოკურია. თან წარმოიდგინეთ, სადაც ქალაქში იმყოფება ალასკი. ალასკი როგორც შთამომავლობით ზელენსკი. კიდე გავიმეორე. ალანსკი, ზელენსკი. ალანსკი, ზელენსკი. თითქმის გავს. ისეთ გიჟურად ვხალისობ, ისეთ გაოცებული, ისეთი, არ ვიცი, მეგობრებო, მართლა ძალიან გავს და რა ვქნათ, მართლა რა ვქნა. თქვენ მოდი შეადარეთ, წარმოვიდგინოთ, ისე იგრძნობთ, თითქოს ძალიან ახლოს არის ეს სიტყვები. ალასკი, ზელენსკი. ჰელიში. ლამიზი სუდი სიტყვაში. სიგიჟეა. არ ვიცი, ჩემო მეგობრებო, ეს არის უდიდესი ქაოსია, უდიდესი სიახლე იწყება დონალდი ტრამპი და პუტინის შეხვედრაზე. უდიდესი ისტორია და ნამეტანად არ ვიცი
დასაწყისი დასასრული როგორ იქნება? ვერ წარმოვიდგინე. პოსტა ეხლა დღეს რას ვიმსჯელე? წარმოუდგენელი შთამომავლობით და რამხელა სიმბოლიკა და რაღაცნაირი დიდი ილუზია. პოსტა დააკვდი სიტყვა. მინდა რომ კიდევ ერთხელ ვთქვა. ალასკი, ზელენსკი, ალასკი, ზელენსკი. მოკლედ სულ ეს იყო და თქვენი აზრი მაინტერესებს, რა გრძნობ, როგორ გრძნობ. აი, იგზენი თითქოს ძალიან რომ გავს ეს სიტყვები, აი რაღაცა მოჩვენებით, არ ვიცი, ძალიან მაინტერესებს, მინდა რომ დამიწერო კომენტარი. უბრალოდ მაინტერესებს თქვენ როგორ გრძნობ, აი რაღაცა, რას გამოიხატავდით თქვენი აზრი, ძალიან მაგრად მაინტერესებს. და თქვენი რეაქციაც მაინტერესებს, ხლა აი ესეთი რეაქცია. მოკლედ ძალიან მაინტერესებს, ხო, სხვათა შორის ველოდები, როგორც ვიცით, საქართველოში ღამე ვიხილავს დონალდი ტრამპი და პუტინის ლაივში ჩვენება და მაგრად მაინტერესებს როგორ იწყება, როგორ მთავრდება. ძალიან მაინტერესებს. და რა თქმა უნდა, მთელი მსოფლიოს აინტერესებს და უყურებ. აი რა სიტყვი, რა ილაპარაკებს და ასე შემდეგ. და ჩემთ ხო და რა დანარჩენის ხო რა ვაფშე ალასკი ზელენსკი აი მე არ ვიცი რა. და მე იმაზეც ვუყუროთ რა საკეთებს დონალდი ტრამპი და პუტინი. რა თემებს დაიწყებს ლაპარაკი. როგორ დასრულდება, ნამდვილად მართლა მაინტერესებს. მთელი მსოფლიოს აშკარად, აი მთელი მსოფლიო, რასაც ქვია მთელი მსოფლიო უეჭველად უნდა ნახოს ამბები და მეს უნდა ვნახოთ რა ხდება. მოკლედ სულ ეს იყო და მადლობა ყურადღებისთვის. და მართლა არ დაგავიწყდე კომენტარი დაწერე. როგორ გრძნობ, რას ვფიქრობ? მართლა გავს ეს სიტყვა, აი მართლა კი არა, იმის თქმა მინდოდა რომ როგორ გრძნობ, აი ძალიან რომ ახლოს გავს ეს სიტყვა. ძალიან მართლა მაინტერესებს თქვენი რეაქცია, თქვენი კომენტარები და რაღაცა. მე იმიტომ ვამბობ, რომ აი იმდენად ძალიან ახლოა ეს სიტყვა. ალასკი, უბრალოდ ალასკი, ზელენსკი. Oh my. აი მოკლედ დავასრულე, მეტი აღავი უკვე 8 წუთიანია თითქმის.